მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ამ ვიდეოს წერ მათთვის, ვისაც სურდა ჩემთან ფსიქოთერაპიაში, კოუჩინგში და ტრანსფორმაციულ კომუნიკაციებში დახელოვნება. ანუ მათთვის, ვისაც ეს არის პროფესია, კოუჩებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, ხო, როგორც დამწყებებისთვის, ისე არადამწყებებისთვის. შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვდა კაი ხნის განმავლობაში, რომ გამეკეთებინა სასწავლო პროგრამა. იქიდან გამომდინარე, რომ ვთქვათ, მე ვთვლი, რომ ეს პროცესი არის უწყვეტი პრაქტიკულად, ამიტომ ამას არ აქვს რაღაცა დამთავრებული კურსის ფორმა. უბრალოდ გვექნება მეცადინეობები სეგმენტებად, თითო სეგმენტი არის 1 თვე, ხვდებით კვირაში ერთხელ, შაბათობით, საღამოს 5 საათზე, 6 საათზე, 7 საათზე, დაახლოებით ესე. ეს ყველაფერი ტარდება ონლაინ ფორმატში, ჩანაწერით, ეს ჩანაწერი გრჩებათ და შეგიძლიათ მე რა რაოდენობით უყუროთ, ასე ვთქვათ, გაიმეოროთ ეს ყველაფერი, აღმოაჩინოთ კიდევ და კიდევ უფრო დიდი სიღრმეები. მიზანი ამის ყველაფრის არის, ასე ვთქვათ, დახელოვნება, მუშაობის ეფექტურობის მკვეთრი ზრდა, შესაბამისად, საკუთარი ღირებულების გაზრდა ბაზარზე. თუ თქვენთვის ეს არის აქტუალური, გეპატიჟებით ამ პროგრამაში. ანონს დავდებ ცოტა ხანში, ამ ვიდეოს ქვეშაც იქნება, ასე ვთქვათ, ბმული და ამ პეიჯზეც იქნება დადებული ანონსი ამ პროგრამის შესახებ. ასე ვთქვათ, სპონტანურად წარმოიშვა ეს პროგრამა, ვიწყებ 12-ში, შაბათს, ხო? შემდეგ შაბათს ერთ კვირაში. ყველა პირობა, ასე ვთქვათ, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ამ პროგრამაში მივიღოთ მონაწილეობა, ამასაც აუცილებლად ჩამოვწერთ და ამ თვეში გვაქვს დაგეგმილი რა კონკრეტულად. ანუ 4 მეცადინეობა, ხო? შემდეგნაირად. პირველი მეცადინეობა არის მოსმენის უნარი, როგორ შევარჩიოთ ინტერვენციის, თერაპიის ტექნიკის გამოყენების ყველაზე ოპტიმალური ჩარევის კომპონენტი. რას გულისხმობს ეს? როდესაც ვუსმენთ კლიენტს, ხო? როგორ აღმოვაჩინოთ მისთვის ყველაზე მუშა ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ მინიმალური ჩარევით, უმოკლეს დროში მოვახდინოთ, რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, ოპტიმალური საფუძვლიანი ტრანსფორმაცია. აი, საათობით კი არ ველაპარაკოთ, თვეობით, წლობით, დადიან ხოლმე 10 წელი ფსიქოთერაპიაზე ყოველ დღეში 3-ჯერ, რას აკეთებენ, ჩემამდე არ დადის, მაგრამ აი, როგორ გავიგოთ, თან ძალიან სწრაფად, სისტემურად, არა ინტუიციური მიგნებებით, აი მათემატიკური სიზუსტით, როგორ გავიგოთ, სად, რაზე უნდა მოვახდინოთ ზემოქმედება ამ შემთხვევაში, ხო? ემოციურ მხარეზე, სტრატეგიებზე, აზროვნების მოდელებზე, რეფლექსებზე თუ კიდევ სხვა რაღაცეებზე. ასე ვთქვათ, ზუსტად შევძლებთ ამის ამოცნობას. ეს არის პირველი მეცადინეობა. მეორე მეცადინეობაზე ვაკეთებთ რას? ვაუმჯობესებთ დაკვირვების უნარს. კლიენტის კოგნიტიური პროცესების გამომხატველი არავერბალური გასაღებები. ფაქტიურად, ადამიანი როდესაც გვესაუბრება, ან არ გვესაუბრება, ძალიან ბევრ ინფორმაციას გასცემს საკუთარი თავის შესახებ. და აქაც ვისწავლით ზუსტად სად უნდა უყუროთ, ასე ვთქვათ, ხო, ადამიანს საუბრის პროცესში, ან დაკვირვების პროცესში, იმისთვის, რომ ჩვენთვის ნათელი გახდეს მისი კოგნიტიური სტრატეგიები, მისი აზროვნების არქიტექტურა, რომელსაც ის გვიჩვენებს, ხო? მთელი თავისი სხეულის სიგნალებით, მაგრამ თუ არ იცი, ეს უბრალოდ ვერ ხედავ, შეიძლება ადამიანს 3 საათი გადმოგაყაროს თავზე მთელი ეს ინფორმაცია, მაგრამ ვერ აღიქვა. არა და ეს არის ზუსტად ის ოქროს მონაცემები, რომელიც გჭირდება სწრაფი, ეფექტური, მძლავრი ტრანსფორმაციებისთვის. გარდა ამისა, არავერბალურ მხარეზე დაკვირვება გვაძლევს იმის ზუსტ გაგებას, ჩვენს მიერ გამოყენებული ტექნიკა, მიდგომა, თერაპია, კოუჩინგმა, კიდევ რაღაცა, იმუშავა თუ ვერ იმუშავა. ხანდახან არის ხოლმე, რომ კლიენტი გეუბნება, რომ უიმე რა კარგად გავხდი, მაგრამ სხვა პარამეტრებზე დაკვირვებით შენ ხედავ, რომ ეს პრობლემა ისევ არის. ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, რომ პრობლემა გაქრა. შესაბამისად, როგორ მივხვდეთ, მოხდეთ თუ არა კლიენტში ცვლილება, მანამ სანამ კლიენტი საერთოდ ხმას ამოიღებს და ამის შესახებ გვეტყვის, ხო რა შეიცვალა მასში. მესამე კვირას გვექნება სალაპარაკო ჰიპნოზი, ანუ კლიენტის პათოლოგიური სამყაროს მოდელის და კოგნიტიური სტრატეგიების დესტაბილიზაციის უნარი. რა იგულისხმება ამაში?
ადამიანი როდესაც მოდის რაღაცა პრობლემით, ამ პრობლემას წარმოშობს მისი წინაწარმოდგენების, არქიტექტურის და მისი კოგნიტიური სტრატეგიების ერთობლიობა. შესაბამისად, ადამიანი უკვე იმყოფება პრობლემურ ტრანსულ მდგომარეობაში, ანუ ტოქსიკურ ტრანსში იმყოფება, პათოლოგიურ ტრანსში იმყოფება, ხო? მისი გონება მუშაობს ისე, რომ ის სისტემატიურად ქმნის პრობლემას და ინარჩუნებს პრობლემას. შესაბამისად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა არის აი ამ მექანიზმის დესტაბილიზაცია მოვახდინოთ. რომ ადამიანს მთელი სურვილის და მიხედვით გაუქრეს პრობლემის შექმნის და მასზე ჩაბღაუჭების უნარი. ელემენტარულად მოვიდა ადამიანი მაგალითად დეპრესიით, ერთ საათში ძალიანაც რომ მოუნდეს, ვეღარ გრძნობს თავს ცუდად. აი ეს არის კარგად გაკეთებული მუშაობა. და აი ამას ვისწავლით მესამე კვირას. ესე იგი, მეოთხე კვირას ვაგრძელებთ ლაპარაკო ჰიპნოზის თემას, კლიენტის სამყაროს, მოდელის და კოგნიტიური სტრატეგიების ოპტიმიზაცია. მას შემდეგ, რაც მოვახდინეთ, ასე ვთქვათ, ძველი სისტემის ჩამოშლა, საჭიროა ახალის დიზაინი, ხო? ან ძველის ოპტიმიზაცია, გაუმჯობესება. ამ შემთხვევაში, როგორ ავამოქმედოთ ჩვენს კლიენტში ის შემოქმედებითი სტრატეგიები, რომელიც შექმნის მისთვის ახალ ოპტიმალურ წინაწარმოდგენებს, განახლებულ კოგნიტიურ სტრატეგიებს და საბოლოო ჯამში მოიყვანს კლიენტს იმ რესურსულ მდგომარეობაში, როდესაც ის ღებულობს გაცილებით უფრო სწორ გადაწყვეტილებას, ეფექტურ გადაწყვეტილებას, როდესაც მას აქვს ის სამოქმედო მოდელები, რომლებიც ამ, ასე ვთქვათ, სწორად მიღებული გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარების საშუალებას აძლევს. ძალიან ხშირად ხდება, რომ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, მაგრამ ვერ ვაკეთებ ამას რატომაც, ხო? აი ეს იქნება ერთი თვის თემა. მონაწილეობის პირობები და ყველაფერი დანარჩენი იქნება ცალკე მოცემული პროგრამაში, ესე იგი, თუ გსურთ, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში ამ თემაზე. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და იმიტომ რომ, იმისთვის რომ მიდგომა იყოს ისეთი რომ ყველას მოგაქციოთ ყურადღება და რისკეთებას ვაპირებთ ზოგადად, ხო? პირველი თეორიული ნაწილი, მეორე დემონსტრაცია გიჩვენებთ როგორ კეთდება პრაქტიკულად, შემდეგ ერთმანეთზე ვარჯიშობთ, მერე ვარჩევთ, ასე ვთქვათ, რა გამოგვივიდა, რა ვერ გამოგვდის ჯერ. ვადგენთ სამოქმედო პროგრამას, ეს ერთი თვე ჩავატარეთ, მერე მიდიხართ 3 თვის განმავლობაში ამას ამხეცებთ პრაქტიკაში, ასე ვთქვათ. ნერგავთ, მიყავთ ავტომატიზმამდე, იმიტომ რომ ეს არის უნარები, ეს არ არის ცოდნა, ხო? ამას სჭირდება გარკვეული ფსიქოფიზიოლოგიური ფორმა იმისთვის, რომ ამის გამოყენება შეძლოთ ეფექტურად, იმისთვის, რომ რეაქცია მუშაობდეს კარგად. სპორტს გავს ერთი შეხედვით, ან მაგალითად სამსახიობო ხელოვნებას გავს რაღაცა კუთხით. ეს ამბავი და შემდეგ 3 თვის შემდეგ გავამეორებთ კიდევ ერთ თვეს, ასე ვთქვათ, ვისწავლით და აი ესეთი 3 თვიანი პაუზებით გვექნება აი ეს დახელოვნების პროგრამა. შემდეგ რა თემები გვექნება, ამას გავარკვევთ, ასე ვთქვათ, თქვენთან ურთიერთობის დროს, რა გჭირდებათ, იმიტომ რომ ჩემი ამოცანებიდან გამომდინარე, ხანდახან ისეთი რაღაცები მჭირდება, მე პირადად კაცნახევარ სჭირდება და დანარჩენისთვის არა აქტუალურია. ამიტომ, ასე ვთქვათ, მიქსი გვექნება იმისა, რა შემიძლია მოგაწოდოთ მე და რა გჭირდებათ თქვენ. აი ესეთი მარტივი რაღაცა, ძალიან სასარგებლო რაღაც, ერთ სიტყვით, პრაქტიკული, გამოყენებადი, ამიტომ ვისთვისაც ეს არის აქტუალური, მომწერეთ პირადში, დარეგისტრირდით, იმიტომ რომ დარჩა, რამდენი დარჩა, 1 კვირა დარჩა დაწყებამდე. დანარჩენი ინფორმაცია იქნება ბმულში ამ ვიდეოს ქვეშ და ცალკე დაიდება კიდევ ანონსად. დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.